ახლა თუ მოტოციკლის მექანიკის დარება არ გიყვარს, არ არის აუცილებელი ავტომატიკა იყიდო. უცნაურია ხო? ანუ მექანიკა თუ არ გიყვარს და ავტომატიკა თუ არ უნდა იყიდო, მაშინ რა უნდა იყიდო? თანამედროვე მოტოციკლებს მექანიკური გადაცემათა ყოფის ბევრი სხვა ვარიაციაა. თუ მაგალითად ჩემი Rebel 1000-ის სრულიად ავტომატიკა სპექტრის ერთ ბოლოში დგას, და თუ ნებისმიერი სტანდარტული მექანიკური მოტოციკლები სპექტრის მეორე ბოლოში დგას, რეალურად არჩევანი ამათ შორისაც გა. პირველი ცოტა ავტომატიკისკენ გინდა გადაიწიოთ არის ეგრეთ წოდებული ტიპტრონიკ მოტოციკლეტები, რომელიც რეალურად ჩემი მოტოციკლია ტიპტრონიკია, რომელზეც შეგიძლია ღილაკებით გადართოს სიჩქარეები, მაინც და მაინც აკონტროლოს სიჩქარეები, მაგრამ თუ გინდა სრულიად მექანიკური მოტოციკლის კონტროლი, მაგრამ არ გინდა მაინც და მაინც რომ მექანიკა იყოს, ყოველთვის არსებობს E-Clutch. E-Clutch-ის რეალურად სხვა სახელები და სხვა ვარიაციები არსებობს, მაგრამ ნუ Honda-ს, რადგან Honda-ს მოტოციკლი მყავს, ამას ქვია E-Clutch-ი და რეალურად ძალიან კაი რაღაცა იმათთვის, ვისაც მექანიკა ძალიან მაგრადაც არ უყვარს, მაგრამ თან არ უნდა რომ ავტომატიკაზე გადავიდეს. E-Clutch-ი რეალურად არის ელექტრონული კონუსი, ანუ ელექტრონული ცეპლენი. ანუ სიჩქარეებს გართვის დროს შენ რეალურად არ გჭირდება საერთოდ კონუს ხელი მოგდო. მაგრამ ის მაინც გაქვს. განსხვავებით ჩემი ავტომატიკისგან, სადაც კონუსის საერთოდ არ გაქვს. და ეს ასევე ნიშნავს, რომ როდესაც ბრუნვები ძალიან დაბალია, მოტოციკლი არ ქრება. E-Clutch-ი თავის ირთვება და იჭერს ამ ბრუნვებს და მოტოციკლი არ ჩაქრება. როდესაც მეოთხე სიჩქარით იმიდიხარ და შეაჩერებს შუქნიშანთან და მეოთხე სიჩქარით დაამოხრუჭებ, სიჩქარის დაგდება საერთოდ არ ჭირდება. ის მეოთხე სიჩქარე შეინარჩუნებს და თან მოტოციკლი არ ჩაქრება. გარდა ამისა, E-Clutch-ი არსებობს ძალიან ბევრ სხვა მოტოციკლებზე, ძალიან ბევრ სხვა ძრავის ზომბებზე. ამიტომ თუ დამწყები ხარ და უბრალოდ მექანიკა, გეზარება თქვა რა, ანუ არ არის პრობლემა, ვიღაცას უყვარს, ვიღაცას არ უყვარს. ორივე ნორმალური არჩევანია. მაგრამ თუ არ გიყვარს, არ არის აუცილებლად ძვირადღირებული და დიდძრავიანი ავტომატიკის განზრახვა. შეგიძლია ყოველთვის E-Clutch-იანი მოტოციკლი იყიდო.